გეორგიკას წევრები ბიჭუნათა ანსამბლ მართვეში აღიზარდნენ. მართვეში შექმნის იდეა კი ასეთი იყო. თუ გინდა ხალხური სიმღერა გადარჩეს, იგი ბავშვებს უნდა შეასწავლო. და დღეს, როცა გეორგიკას უსმენ, ამ სიტყვების სიმართლეში ვრწმუნდები. სიმღერის სიყვარულმა ეს ახალგაზრდები არ მოასვენა და მართვეს შემდეგ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ანსამბლი, რომელსაც გეორგიკა დაარქვეს. მე სრულიად შემთხვევით დაუკავშირდი ქართულ მუსიკას. დაახლოებით 6-7 წლის წინ მეგობართან ერთად ჩამოვედით თბილისში ტურისტად. სტუმრად მიმიწვიეს მე-6 გურამ რამიშვილის საავტორო სკოლაში, სადაც მოვისმინე ქართული სიმღერები ახალგაზრდების შესრულებით. გამაოცა ქართული სიმღერის თავისებურებამ და ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც, რომ პროფესიით მუსიკოს გაგონილიც კი არ მქონდა ეს მუსიკა. შემდეგ დავინტერესდი კომპოზიტორით, რადგან მეგონა, რომ ასეთ რთულ, მრავალხმიან სიმღერას ინდივიდუალური ავტორი უნდა ჰყოლოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ქართული ხალხური სიმღერები, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. ამრიგად, ჩემს ცხოვრებაში ახალი ელემენტი შემოიჭრა ქართული მუსიკის სახით. მე შევეცადე მეტი გამეგო ქართულ ხალხურ სიმღერებზე. ამ მიზნით დავამყარე მჭიდრო კონტაქტი გეორგიკასთან და შეიძლება ითქვას, რომ გავხდი მისი წევრი. რასაკვირველია არ გულისხმობ, რომ მათთან ერთად ვასრულებდი სიმღერებს. მე მხოლოდ მონაწილეობას ვიღებდი რეპერტუარის შესარჩევ დისკუსიებში. ამგვარად ანსამბლთან ჩემი ურთიერთობა არის ისტორია პრაქტიკულად დასასრულის გარეშე. Die jungen Sänger haben viel zu arbeiten. ახალგაზრდებს რეპერტუარის დახვეწასა და სიმღერების სხვადასხვა ვარიანტის შერჩევასთან ერთად ფიზიკური შრომაც უხდებათ. ისინი საკუთარი ხელით აწყობენ საკონცერტო დარბაზს, სადაც მომავალში უმასპინძლებენ სტუმრებს, ჩაატარებენ რეპეტიციებს და უხელმძღვანელებენ პატარა გეორგიკას წევრებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს სიმღერა. Sandro Gablomis. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო უმძიმეს 5 წელიწადში, რომელიც საქართველოში დატრიალდა, ამდენი უბედურების ფონზე ეს ახალგაზრდა თაობა, ახალგაზრდა ბიჭები იჯდა და უძველეს სიმღერებს შიფრავდა, სწავლობდა და აყალიბებდა იმ შესანიშნავ ანსამბლს, რომელსაც დღეს გეორგიკა ქვია. მე ვფიქრობ, ამაში სიმღერის სიყვარულის უდიდესი მადლია. გეორგიკამ წარმატებით მოიარა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, პრესა უდიდეს ქებას ასხამდა ამ ანსამბლის მაღალ საშემსრულებლო ხელოვნებას. ჩემის აზრით, ამ წარმატების საწინდარია ის, რომ გეორგიკამ გატკეპნილ შარაგზაზე არ იარა, თუმცა მათ მართვეში უდიდესი რეპერტუარი შეისწავლეს, გარდა ამისა წინ ჰქონდათ სხვა ანსამბლების გამოცდილება, მაგრამ სწორედ მათ მოიძიეს იმ სიმღერის ფესვები, რომელიც 1902-დან 14 წლამდე ჩაიწერა ინგლისური საზოგადოების გრამაფონის ფირმამ. გარდა ამისა, მათ მოიძიეს აგრეთვე 30-იანი წლების ის უნიკალური ჩანაწერი, რომელიც ჩაწერილი იქნა ჩვენი სახელოვანი მომღერლების მიერ. ისინი უახლოვდებიან სწორედ აი ამ სიმღერის
კუთხურ ძირებს და ამაშია მათი ძალაც. ფოლკლორი მაშინ კვდება, როცა მას ახალგაზრდობა იწყებს. ჩემის აზრით, გეორგიკას სახით ჩვენ გვყავს მომავალი სპეციალისტები, გვყავს შესანიშნავი ანსამბლი, რომელიც 21 საუკუნეში გააგრძელებს იმ შესანიშნავ ტრადიციებს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიტანეს.